Они же на стороне войны. И даже тогда, когда они пытаются якобы внести... ისინი ომის მხარეს არიან, მაშინაც კი, როდესაც ისინი ცდილობენ რაიმე ცვლილებების შეტანას ტრამპის წინადადებებში, ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ, რას აკეთებენ. ყველა ეს ცვლილება მხოლოდ ერთისკენ არის მიმართული. მთლიანად დაიბლოკოს სამშვიდობო პროცესი, იმ მოთხოვნების წამოყენებით, რომლებიც მიუღებელია რუსეთისთვის. მათ ეს არ ესმით, ასე მოქცევით ისინი შემდგომ შეეცდებიან დაადანაშაულონ რუსეთი ამ სამშვიდობო პროცესების ჩაშლაში. ეს არის მათი მიზანი, რასაც მკაფიოდ ვხედავთ. როგორც მანამდეც ვთქვი, არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, თუმცა თუ კი ევროპას უცებ მოუნდება ჩვენთან ომის გაჩაღება და მას დაიწყებს, ჩვენს დაუყოვნებლივ ვიქნებით მზად. ამაში არანაირი ეჭვი არ არსებობს. უკრაინასთან ჩვენ ასე ვთქვათ, ქირურგიული სიზუსტით მოვქმედებთ. ეს არ არის ომი ამ სიტყვის პირდაპირ, თანამედროვე გაგებით. თუ კი ევროპა ეცდება ჩვენთან ომის გაჩაღებას და დაიწყებს მას, შესაძლოა უეცრად შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ჩვენ აღარ გვეყოლება ვინმე, ვისთანაც მოლაპარაკებებს გავმართავთ. Ситуация, при которой нам не с кем будет договариваться.